წავიდა რეკი 36 ერედივიზიე, 20 ნიდერლანდების თასი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 1 UEFA-ს თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 2 UEFA-ს სუპერთასი, 1-იც საკონტინენტთა შორისო თასი. ეს არის ამსტერდამის აიაქსის ძირითადი ტიტულების ჩამონათვალი. ამ გუნდში 3 ქართველს უთამაშია და დღეს იმ სეზონს გავიხსენებთ, როცა ეს პირველად მოხდა, საუბრობთ 97-98 წლების აიაქსს. რეალთან მაქვს თამაში, ხო მეტი ვისთან უნდა კონდეს თამაში. всё, მორჭა, ჩემი კონტრაქტიც მორჭა, ყველაფერიც მორჭა. всё ეს რა. მახსოვს ეგ ფეხბურთელი ნიჭიერ ტიპი იყო. ოხოისტი იყო რა. უმაგრესი. მე არ მომწონდა. ნოდო. რანუ ტვინო იყო რა. ო. და რო შეხედავდი ფეხბურთელის გარდა ყველაფერს გავდა ვაფშე. სურო ურთხავს და ნუ ურთხავ რა იქიდან არ გადის ეს გული. თუ ისე ლამაზია, თუ ისე სიმპათიო, არ ვიციო ვათამაშო თუ გავჟიმო. მანამდე სულ არაცივილურში ცხოვრობ. შენი კითხე სახელები მეთქი თორე. ჩემს სახელებს ვის ჩემ ნახევარ თბილისი ჩამოთვლის მეთქი. ამ გუნდზე საუბრისთვის ცხადია ის ქართველი უნდა მოგვიყვანა, ვინც ეს გააკეთა და პირველად შეაღო ნიდერლანდური, ჰოლანდიური ფეხბურთის კარი და შოთი არის ჩვენთან საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, დინამოს, აიაქსის, რეინჯერსის, ტრაბზონსპორის, აზეტის, ლევანტეს ყოფილი მოთამაშე, ქართულ ფეხბურთის ლეგენდა. მადლობა რომ მოხვედი. არაფრის მადლობა თქვენ. და დღეს ჩვენ დავამტკიცებთ, რატომ არის დიდი უსამართლობა მომხდარი ამ სეზონში და ეს კაცი არ წერია UEFA-ს თასის ბომბარდირთა თანალიდერად. ხო. შეცდომის გამო და გადავწყვეტეთ რომ რაღაც ვიღონოთ ამ საკითხთან კავშირში. ვარ შეკრებილები ხო ეგეც აღნიშნოთ. არა, მაგრამ ეს იქნება სამართლობის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი არის რომ ჩვენ და სამართლის მაძიებლები. ეს უნდა აღმოფხვრათ. UEFA-ს შემადგენლობა ჩავიაროთ, როგორ თამაშობდა ეს გუნდი ძირითადად და გავიხსენოთ რა გუნდზე ვლაპარაკობთ. კარში ედვინ ვანდერსარი, მარჯვენა მცველი მარიო მელქიოტი, ცენტრში ოლისე და დენი ბლინდი, მარცხნივ იდგა ფრანკ დებური, ნახევარდაცვაში რონალდ დებური, ვიჩკე და ათიანზე ლიტმანენი და შემტევი ტრიო იყო მაიკლ აუდრუპი, მარჯვნივ ბაბანგიდა და ცენტრში შოთი. ცათდარიგოები ჩამოვთვალოთ. ფრედ გრიმი, ოლე ტობიასენი, ტომ სიერი, ანჯეი რუდი, დინგორე, პიტერ ჰოექსტრა, დანი პორტუგალიელი, ჯერალდ სიბონი, ბენი მაკარტი და სხვათა შორის ამ გუნდში ირიცხებოდა ეს ისე ვთქვათ არ უთამაში. ანდრეი დემჩენკო. კი, ხო. სამი თამაში აქვს უნდა თამაშო აიაქსში, მაგრამ შენი გუნდელი იყო. გორის დილას და დინამოს ყოფილი მწვრთნელი კი ბატონო. ეს იყო გუნდი მწვრთნელი კი? სხვა ჩოის ფეხბურთის თამაში. ხო, ფეხბურთელი დემჩენკო. როგორც რას ისეთი ფეხბურთი უყვარს რა ეს ფეხბურთის თამაში. ხო. ფეხბურთი რასაც ქვია ეგ ფეხბურთი. ხო. მიქაელ აუდრუპი მარცხნივ იყო? ადრე როგორ იყო იცი აიაქსში ლეგენდების თავს თამაშობთ ესე აქეთ-იქით კუმანი იყო მან მცნელი და აიაქსში ეგ ის იყო აი free roll აი force 9 კი არა ხო თავისუფალი როლი რა და მაიქს კონდა ეგ და აგაკეთე და კრაიზე ხომ გეტყო არა მარცხნიდან იწყებდა და მე რომ მოძრავდა ვინც შეხედავდა და უმეტესწილად მაინც მე მიწევდა რომ მაინც შუაში რომ ეტენებოდა რომ მოიხედავდი და მოწინააღმდეგე ბურთს აიღებდა რომ შეგევსო ეს მხარე რა რომ გადმოვიწევოდი ხოლმე და იმხელა ის კონდა დამსახურება ხა რატომ მოგიყევ იმას რომ დაასახელა იმ კუმანმაც ეს ნაკრები ის აიაქსის რაიკარდი ესა და ერთი კაცი დარჩა ეს კრუიფი რა იოჰან free roll ანუ არ დებს პოზიციურად რა სადაც უნდა ითამაშოს რა გახსოვს აი იმაზე რა ქვია სამასაჟო იმაზე მაქვს ეგ ფოტო ერთი ეს ეგ თამაშია რა კლუბთან ერთად ნათამაშები წარმოიდგინე და აქ კონდა ლაუდრუპს ესე კი არ ამბობდნენ რომ აი მაიკლ free roll უბრალოდ ეს ლაუდრუპია ვიღაცას ყოველთვის აქვს ეს ის რა ქვია რომ ყოველთვის ვიღაცამ უნდა შეასოს ან დაუშვათ აი როგორ იყო ცი ფრანკი თამაშობდა მარცხენა დამცველს და ეს ხო შეეტენებოდა ხოლმე შუაში სადაც გადმოვარდნილი ბურთები ხო არსებობდა მეკარე გამოვიდოდა ცუდი გადაცემისას დაიჭერდა და მარჯვენა დამცველს ხო ეგრევე და ამოდიოდა ფრანკი მარცხნივ ზემოთ ზან და ეს სამი გადალაგდებოდნენ ხოლმე რომ სამი დამცველი
გამოდიოდა უკვე. ძნელი იყო მორტენ ოლსენი, ლეგენდარული პრინციპში დანიელი ფეხბურთისთვის მაინც ლეგენდა. 82 წელი და სოფლიო. ათამაშები აქვს სოფლიო ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატი, UEFA-ს თასი აქვს მოგებული, მე ფინალშია გასული ანდერლეხტი. არანორმალური შემტევი, არ გელაპარაკებოდა დაცვაზე. ეგეთი რამე ერთხელ ვიკითხე რომ რა გვინდა მთლიანი მინდორი მეთქი. სუ იქ იძახოთ. ზევით, აი ხა რა ყველას რო უკვირს რომ რა ზევით თამაშობენ, მარტო იქით იყო ვარჯიში. მაგის დასამტკიცებლად სტატისტიკაც რომ მოვიშველიოთ, 47 თამაში იყო ამ სეზონში, ჯამში ყველა ტურნირზე ერთად და 112 გოლი იყო გატანილი ჯამში. მან რა ხალხია წასული, ხო იცი უკვე სიდორფი, დავიცი, კლუვერტი, ოვერმასი, ჯორჯ ფინიდი გადასულები არიან ამ ბოსმანი დაწყებულია ერთ წელი. 95-ის მიწურულს გამოვიდა გააწყვეტილა ვინც არის ის 95 წელი რომ დასრულდა დეკემბერში ევროპის უზენაესმა სასამართლომ, ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც გუნდებს აუკრძალა, რომ ფეხბურთელი ან სპორტსმენი ზოგადად, რომელსაც კონტრაქტის ვადა დაუმთავრდებოდა, მისთვის შეზღუდვების დაწესება აუკრძალა, ესე ვთქვათ რა, მაგალითად გუნდები არ უშვებდნენ თავისუფალ აგენტად მის არაფრის განკარგვაზე რა, მომავლის განკარგვაზე. ესაც ადეკვატური და ჩვეულებრივი ამბავია. ხო, დაიწყო ძალიან ხო იცი როგორც დაიწყო რა, ჩვეულებრივი არ წავიდა FIFA-ში და UEFA-ში, წავიდა ჩვეულებრივ სასამართლოში, სადაც ჩვეულებრივ რა ადამიანს რომელიც მუშაობს, უნდა გადასვლა სხვაგან და სულ აწვებოდნენ რომ არა, აქ შემოიტანეო ეგ სასამართლო, ანუ აქ არო იქ ჩვეულებრივ როგორც დამიცავს კანონი, ისე გავაკეთებოდა, მე ფული შეთავაზეს და ეგ გაახმაურეს და მე ამას აგერ ბელგიელმა ფეხბურთელმა მეორე ლიგი, მესამე ლიგიდან გადადიოდა მეორე ლიგაში რაღაც. განსხვავება ფულის ქონდა 7000 евро წელიწადში ზედმეტი. და ამან ძალიან ბევრი რამე შეცვალა რა, ანუ გუნდების სატრანსფერო პოლიტიკა ფაქტიურად ამოყირავდა, იმიტომ რომ თუ შეგეძლო რომ მიგეყვანა კონტრაქტის ბოლომდე ფეხბურთელი არ გეფიქრა დიდად, ეხა ეს გავყიდოს არფიანად თუ რა გექნა, ეს უკვე ამოყირავდა და აი აიაქსს ბევრს გამოადგა სხვათა შორის დიდებს გამოადგა, პატარები დაიჩაგრენ. ეხლა დავფიქრდი რომ შენ აიცა, ხო? ბაბარაზე დაფიქრდი. შენთან ბევრი ფიქრი არის აჭი. არა, მიქელს არ გამოვიდა, იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატზე წავიდა მე და იქ დაამთავრა კარიერა, მაგრამ ბოლო საკლუბო თამაში აიაქსში ჩაატარა, რაც შენ იყავი და ბრაიან ლაუდრუმს ბოლო თამაში კარიერაში. კი, ბრაიანმა ხო როგორ დაამთავრა. ამან მოინერვა ორივე. მაგარი რამე ბოლო თამაში ვითამაშეთ, ბრაიანი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არ ვცდები ახლა 14 გოლი შეაგდო და 12 ასისტი ჰქონდა და წავიდა ვაულტერსი და დანიშნეს ისა, რა ქვია, კო ანდრიასე. და ყველა სანამ წავიდოდნენ, მოვიდა ეს ჩვენ სანახავად რა და ყველა სათითაოდ გამოელაპარაკა. და მე რა გითხრა, იცი, ალბათ 7000 აბი მაგ დალეული გამაყუჩებლის რა. ხო, რაღაც 700 თამაშამდე მაგ ნათამაშები. წინა დღეს 2 დღით ადრე ვიწყებდი ხოლმე მინიმუმ თუ 50 გრამი ასვავდია, სამჯერ უნდა დაგელია და დაითვალე ხა რა. ფაქტიურად თამაში არ მაქვს. და წინა დღეებით საუცილებლად რომ კარგად ემოქმედა რა. თავის ცხოვრებაში არც ერთხელ არ დაულევია გამაყუჩებელი. ფეხბურთს ძალიან ძნელია, რომ ხა არაფერი ისი არ გტკიოდეს, რომ რომ ერთი გამაყუჩებელიც არ ქონდა დალეული ფეხბურთელი როგორც გაუაუდრუხო. ხო, და რა გუნდებში და რა პირველობებზე და იმებს. ავიდა ამ კო ანდრიასენთან და ხანდახან აწუხებდა აქილებს, აი როგორ უნდა გაწუხებდეს აქილებში, რომ არც ერთხელ არ ქონდა დალეული. რომ ჩამოვიდა ის ჩანთას ალაგებს რაღაცა და ისაო რა ქვია, ამ დანო. ხო და ამდან ისეც დან არის ყველა, იმიტომ რომ ბოლო მორჩა სეზონი ყველა მიდის, ჩვეულებრივად ხელშეკრულება აქვს ისე 2 წლიანი. ძალიან მაგრად ითამაშა საუკეთესო ფეხბურთელად არის ნაღიარები ამ სეზონში და არა ველაპარაკიო და ისეთი იყო რა, ცოტა აი როგორ აი მოჯარი. დანიელი არის ხო და? არა, არა, ჰოლანდიელი. ძალიან ისე მოჯარის კაცო ხო იცი ესე და რომ ჩვენ ძალიან ხშირი 2 ვარჯიშები მომდა. მე 2 ვარჯიშს ვერ ვარჯიშობო, ის თქვივაო რა, აქილებში. იმოთხე თუ 2 ვარჯიშს ვერ ვარჯიშობო, ამ გუნდში ვერ ითამაშო. ხო, კაიო, მაშინ დავანებო და ერთ სართულში მეორეზე იჯდნენ. ერთ სართულში ჩამოვიდა და ამხელა კარიერა. კაიო, მაშინ.
აი ხო იცი ვიღაცას რომ მაგრა ეკამა გინდა რა აი ხო ცოტა ის რო ხარ და პირველი ომაზე ეგ ხო კაი მაშინ რო აღარ იცი როგორ მე რაღაცას შემაგინე ან რაღაცა მითხარ რა ქვია 11-ის იყო 22-ში ხო აი ესე დააიღო ჩათო და წავიდა დაანება მართლა არსად არ წავიდა იუვენტუსი ბაიერნი ყველა ეძახდა ფიორენტინა გლაზგო რეინჯერსი მილანი და აიაქსი იუვენტუსში მაიკლი იყო ბოდიში უტრეხტს მოუგეთ რომელიც ძალიან ცუდი ისეთი ზაპირისპირებაასო ძნელი და გასვლა 7-1 და პირველი გოლი მათმა შეგვიგდეს და ეს რობი ვიჩკე თამაშობდა მაგათთან რა და გოლი ძმა რიჩარდასი კაი ტიპები არიან ჩერესჭუ რა გოლი რო შეგვიგდეს ჩარტეს მაშინ ახალი დაწყებულიყო აი გოლს ვიჩიაგ ბერძენი რო შეაგდებდა ეს იქ ტაქსაივს რო ჩაგვიგდეს აგუკარაჩა და მთელი სტადიონი წარმოიდგინე რა თან ხა ავარი ერთი ტროლი უწევ და ახალია რა ეს ისა რა ეს თემა რა და უცბახ რაღაც აქ თან ყველა მიცის და მე ხე ცოტა აზი არა ხო უტრეხტი სად არის გასვლა ხო ვიცი რომ ეს ორი გასვლა არის ეს როტერდამში და იმაში რა ქვია ინხოვეში მაგრამ ხე უტრეხტში რო ასეთი რაღაცა ისინი დევს რომელიღაცა ორ სკამზე რა ქვია იმას ყვავილები რო ვიღაცა მოკლეს ჩხუბისას რაღაც ეგ პირველად ვნახე რომ ეს ხოცავენ ერთმანეთს თან ამ ცივილურ ქვეყანაში მანამდე სულ არაცივილურში ვცხოვრობ. და თელი სტადიონი და აგუკარა და 7-1 მოუგეთ. მაგრამ ვერ გამოვედით მინდვრიდან სტადიონი რომ მოჭერთ 2-3 საათი კიდე ვისხედით იქით რომ და ამგრიეს და ახოცეს პოლიცია წაღლენ. აი ამ ხელა ცხენები რო დგანან რა ქვია ხო რაღაცა და რობი ვიჩკი გამოდის რა იქიდან და ჩვენ ესე ვისხედით აქეთ-იქით უკვე აღარ შეგვეძლო გასახდელში და კორიდორში და უტრეხტმა რო ჩაიარა რობმა როგორც კი ჩაირა მთელი აიაქსი ხაც მაგაცობდა იმიტომ რომ აკადემია ერთად აქვს გამოვლილი და რობიც ნაკრებში თამაშობდა მაგისმაც რა ჯენუაში და იტალიაში და იმებში აქ ნათავაშებ კარგ გუნდებში და მთელი გუნდი აიაქსი უმღეროდა აგუკარაჩა და სუპერა და დანარარარარა არ მოიჩალიჩეს რა ხო აი გაიჩალიჩეს მართლა საოცარი იყო შენ რო გადახვედი ესე იყო ხო მოაზრებული რომ კლუვერტი წავიდა ძირითადი ფორვარდი და შენ მიხვედი უფრო სწორედ საერთოდ რო გადავდიოდი ეგეთი წარმოდგენა არავის არ შეეძლო აი დღესაც რო დაგუგლო რა როგორც არ უნდა საუბრო ხო აიაქსზე და საერთოდ ხო ძალიან დიდ კლუბებზე რო გუგლავ სოფლიოში 10 საუკეთესო კლუბში მე-5-ზე წერია რა ხო ანუ ის საუკუნის ის რო შეადგინეს მე-5-ზე გავიდა რეინჯერსის სხვათა შორის რა 15-ში შედის ეხლა კარგად დაიწყე რომ ამ სოფლიო დონის 10 საუკეთესო გუნდში კლუბში რამდენ ქართველს აქვს ნათამაშები რა წარმოიდგინე და რამხელა მიღწევაა რა ანუ ფაქტიურად დაგვრჩა რეალი რა ნუ ბარსელონა რეალ მადრიდი არა ხო ნუ მაგ ხო ხტები ამას რო იტყვი ან ამას იტყვი და ეს უნდა დაამატო ან რეალს იტყვი და მაინც მგონია რომ მე ხა როგორი ბარსელონა როგორ მიყვას ხო წარმოგიდგენი ყველაფრიდან გამომდინარე არა რეალი ის არის ხო მაგრამ ნუ აი დამთავრებული თემაა ხო რეალი ორი კლუბი დაგვრჩა რა ფაქტიურად. აი ძალიან უნდა კიდე მან თუ მოხვდები ბაიერნსაც იტყვი ალბათ რა დღეს. ნუ ბაიერნი ხო ნუ რაც ახლა ბოლო წარმოუდგენელია რომ არ მოხვდეს ვინ. ხო და მაშინ ეს ახლა ნუ დღეს რომ მოხვდეს კიდე როგორ გვიკვირს და კიდე როგორ მაშინ აი ეს წასვლა არ წასვლის და მე არაზოს არ წარმომედგინა რომ ნომერს რომელსაც გაძლევენ უკან მაგასაც აქ თავისე პირველად შევხვდი ამ იმას რომ ანუ 9 ნომერი მიცეს სიბოს ხო აი მნიშვნელოვანი და მე რა ქვია აი მეორე ესეთი უბრალოდ შეიძლება ვცდები რა 18 ნომერი იყო ეს გაბრიჩი თუ ბენის გაბრიჩი წავიდა და მე ბენის მიცეს და მე ვიყავი 24 ანუ არ იყო მთლად ძირითადის ნომერი არ გქონდა ესე ვთქვათ რა შეუძლია მარცხიდან თამაში შეუძლია 10 ნომრად თამაში ჭკვიანია გოლის გატანა იცის და შუაში კარგად თამაშობს რა იცის შუაში თამაშობს რაც მანამდე პრინციპში ყველგან თამაში მიდიოდა
მე რაც ნათამაშები მაქვს მანამდე იყო სულ 3-5-2 და 4-4-2. აი ორ თავდამსხმელში რა. ესე მოხდი 4-3-3 რაღაცა და უცებ ცენტრო ვარ და უცებ მარტოდ აი აქ რაღაც პოზიციურად თავს. რაღაც სისტემური პირველად ხვდებოდა რომ აი სისტემაში უნდა ჩამჯდარიყავი რა. მაგრამ კარგია რომ არ ვფიქრობდი რა. ყველაზე დიდი ალბათ ეს წნეხიდან აცელა რომ აცდე ამ ყველაფერს იყო რომ ამაზე არ ფიქრობ და არავინ არ იცოდა ეგ რომ ბიჭო შოთი არ გაგიჭირდება რაღაცა სისტემა აი ვირა სისტემაზე ავიდა ფეხბურთს ათამაშოთ ჩახვედი რა დიდმა ნოდარ ახალკაცმა დამიბარა რა წასვლავდე მე და აჩი მივედით და აი ესეთი რამე მითხრა პირდაპირ აჩი ბრედაში მიდიოდა აი სტუმრად არ ჩახვიდეო რა ისე ჩადი თითქოს მასპინძელი ხარო აი ეს განწყობაო პირველივე დღიდან როგორც კი გექნებაო უფრო მეტი დამსახურება და დაფასება გექნებაო რა რომ დაინახავენო რომ აი რაღაცა ხო ხვდები ვაიმე ნეტა ამას იმას ვქნა ნეტა ამას იმას ვქნა ცოტა უფრო თამამი იქნება საღამოს აჩი მირეკავს რომ ისაო რა ქვია სახელებიო ვიზე იძახი მეთქი ჩემ რა სახელები შეიძლება იმის მარიოს სახელი მელხიოტის სახელი არ უძო დაანჩენ ვის სახელი არ უნდა ვიცოდე შენ მეთქი შენი კითხე სახელები მეთქი თორე ჩემ სახელებს ვის დახევარ თბილისი ჩამოთმის მეთქი რა უნდა რა ეხლა სახელების დამახსოვრებას ჩემთან შენთან მე 3 დავიმახსოვრე 3-ვეს პიტერა ქვია და ესეთ ადგილას ჩავდიოდი ეგ იყო აი ხო გეუნები რა სურო მთელი ყველაზე დიდი სიამოვნება ალბათ რაღაცაში საიდან საათ რა ხო აი საიდან საათ აი მხილიანის სახლიდან სადაც შეიძლება მოხვდე რა ადამიანის ფეხბურთის აოცრება საერთოდ ალბათ აი ეს შემოქმედებითი ნიჭი სახიობის მომღერლის პიანისტის მსახი არ ვიცი კიდე ეს მხატვრის და აი რომ მარტო კაც რო შეგიძლია რა მაინც ალბათ აი ვერავინ ვერ გაგაჩერებს რა ალბათ რა რაც არ უნდა ის იყოს რა ქვია გარემო რაც მესხმა და მეტრეველმა დაიწყო ხო რომ იქ ჩავიდა და ბრაზილიაში მოეხვია ჯალმა სალტოსი და აკოცა აი წარმოიდგინე რა ისტორიაზე ვიზდებოდით ჩვენ რა რომ მესხი ბრაზილიაში რო ჩავიდნენ მოატყუა ერთი მოატყუა ორი და გამოეკიდა მოეხვია და აკოცა და მე ჯემალ ჩიმაკაძე იყო ნუ ჩემი უფროსი მეგობარიც და მამობილიც და ბრაზილიაში რო წავიდა მესხის საფლავიდან წაიღო მიწა და გარინჩას მიწაზე ესე ჯვრად მოყარა რა წარმოიდგინე რეებზე ფიქრობდა ხალხი ფეხბურთი რა შეიძლება და რა ყოფილიყო მე ნუ ეხა ყიფიანი ჩივაძე ეს თაობა რომ იქ ბერნაბეუზე ტურნირია ბაიერნი ისა გამოვიდა მთელი რეალი გუცაევს უნდა კონტრაქტს აძლევენ არ უშვებენ აქ დაიჭერენ ისა ჟურნალები ჩამოიტანეს და საზღვარზე წაართვეს და უცებ შენ თვითონში შდები ორბი მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი ავიო მზიდი თუ ავიო კომპანია თუ რა ქვია კერძო ქართული ორბი ერქვა რომელიც დაფრინავდა თბილისი ამსტერდამის რეის კვირაში ერთხელ მაგითი გაფრინდი კაცო მაგით გავფრინდი ამსტერდამში 97 წლის რა პერიოდი არის ზაფხულია 97 წლის ზაფხული ხო ეგ წასვლა და შენი პერსპექტივა ძალიან საინტერესოა რომ საიდან სადაო რა მართლა რაც თქვი ეგ ერთი მაგრამ თვითონ აიაქსს თქვა იქით რა გხდება იმიტომ რომ ეს გუნდი რომელიც აი რამდენი ტიტული ჩამოთვალე ბოლო 3 წელი წარმოიდგინე სად დადიოდნენ ოღონდ აი ეს წინა სეზონი შიგნით მაგრა ჩააგდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მე-4-ზე გავიდნენ 16 ქულა წააგეს ჩემპიონთან და თასიდან გამოვაგდო ჰერაკლესმა და ნახევარფინალზე გავიდა ატლეტიკო მადრიდთან თუ გავიდნენ და ატლეტიკოს გასცდნენ და იუემ გამოვაგდო მე რომელსაც ფინალი წააგო მე თავის ხრივ იუეს პროფესია ეგ არის ხო და ანუ აიაქსის და ზიდანებმა წააგეს ესე იგი ხო მილანთან მიმასთან დორტმუნდთან ეგ ფინალი პოლ ლამბერტი და კლოსი ეს მეკარე ვინც იყო ხო მე რეინჯერსში იყო ხო შენი გუნდი
და ეგ არის, ანუ ესე იგი აიაქსში იცვლება ბევრი რამე, ერთი ის რომ ვანგალი წავიდა, გაფრინდა ბარსელონაში და მოვიდა ახალი მწვრთნელი მორტენ ოლსენი, აგერ შენ რამდენი ტრანსფერი გაკეთდა ჯამში ხა ჩამოთვლი სანდი ოლისე, ტობიასენი, რუდი, დინგორე, ლაუდრუპი, სიბონი, ბენი მაკარტი და შოთი 8 ტრანსფერი 8 ესენი თითქმის ყველა ის იყო რა აქ ბევრი თამაში ითამაშა ძირითადი ყველა არისო მაგრამ ბევრი თამაშობდა ხო და ეგ არისო ის გადალაგება გუნდის წამსვლელები ძალიან დიდები იყვნენ რა ხო ისინი ბევრად კაც რა შედარება და აი ამ შენ მწვრთნელს რა როლი ქონდა მაგაში მორტენ ოლსენს რომელიც ერთი შეხედვით არისო ესე ამ სკოლის წარმომადგენელი მაგრამ ფაქტია რომ საოცარი სეზონი გათამაშა მორტენს ქონდა რა ქონდა მისი მუღამი რა იყო თვისება ქონდა რომ აი მაგალითად ძალიან მარტივი ის ქონდა წაგებული თამაშის მერე ან ცუდად თამაშის მერე არ გვარბენინებდა მაინც გერმანული ის მოყვებოდა რა ეს რა ქვია დისციპლინაც და აი სირბილები მაგრამ არც ერთი და ამ შემთხვევაში ნახე რა მარტივია რა ძალიან ბევრი თამაში გვაქვს მოგებული სულ მოგებული თამაშის მერე გვარბენინებდა აი კარგ ხასიათზე რომ მოდიხარ უფრო დამყოლი ხარ ხო ხო და ფიქრობდა რომ ეხა აქ რამდენი თამაში უნდა წავაგო და ზოგი პირიქით აკეთებს გაიგე თავისუფალ დღეს არ გაძლევს წაგებული თამაშის მერე უნდა რომ და მოდი და ორჯერ ადი ვარჯიში ამ დროს იქ ნარბენი და სტრესი უფრო მეტი გაქვს მიღებული და მოგებულ თამაშის შემდეგ მარტივ ისე გადიოდა ეს კილომეტრაჟის რა ქენი იქენი მოატყვი უკარაჩა ხო ხდები ყვები რა ამბავს და ამ იმაში რა ქვია თავისე გაიქცეოდი და გამოირბენდი რომ არ ისტრესებოდი რა და ეთქობა მაგარაც დათვალა რა რამდენი თამაში უნდა წავაგო მე ამ გუნდით რა სამი თამაში ავიშალო ნერვები ნახევარ იმას რა ქვია გუნდთან მომივიდეს კონფლიქტი ბლინტი 38 წლის არის იქ ის არის ეს არის ვიღაცა გეტყვის აქილებს ლაუდრუპი 34 წლის არის რას ვეჭიდაო ეხლა ამათ მე 4 კაცი უნდა დავასვენო 68 კაცო არ მაინტერესებს ირბინე და იوارჯი ახალი შემოსული იყო აი ეს უფრო მეტი აი პერფორმანს კოუჩები ესე კი არ ყავდა ყველას აიაქს ყავდა და შეიძლება სხვას არ ყოლოდა ესე მაშინ ჯერ კიდე აი როგორ გითხრა part-time იყო აიაქსშიც ისა ექიმი კვირაში ორჯერ მოდიოდა ფიზიო მასაჟისტი ეს ხო იყვნენ ყველა და ექიმი ყოველდღე კი არ იყო კლუბში პიტბონ როგორ მახსოვს რა სულ რაღაცა მткиოდა მე ექიმი და ის არ არის ხვალმოა რეალურად რო დაფიქრე 90-იანი წლების აი ბოლო არის პერიოდი, როდესაც მეცნიერება უფრო აქტიურად შემოდის ფეხბურთში, ბევრი ხო ვიღაცამ თლა დაიწყო, ვიღაცამ ის დაიწყო, ვიღაცამ ეს დაიწყო, ამდენი უნდა კომპიუტერული ტექნოლოგიას განვითარდა, ხელი შეუწყო მაგ ყველაფერს. რაღაცეები ისინი ესენი რაღაცა შემოვიდა, მომზადება როგორი ესეთი და მაინც ტრაბზონიდან რო წახვედი მანდ, მიხედავ იმისა, რომ იქაც ახალი დაწყებულია, ვთქვა თემები. ტრაბზონში ბოლო წელს გააკეთეს ისე ჯიმ წარმოიდგინე ბოლო წელს 96 სეზონის ბოლოს წავედი და ბოლო წელს გაგვიკეთეს ის არ იყო მაშინაც კი წარმოგიდგენთ შენით თუ იცოდი გახურება და პრესის გაკეთება პრესი ნუ რა პრესი პარკში დარბოდი მაგალითად თუ სირბილი გჭირს აღარ არა ნუ ეგეც ხო ხვდები გააჩერება მე რომ დღეს ხანდახან რო ცოტას ვივარჩი ცოტა გავიქეცე რომ გადამიღო შეიძლება გული გაგისკდეს რა ანუ დაღოხავ რა ტიპი რა სულ ამბობ რა აი ყველგან ვამბობ რა 22 2-ზეა ეხა 22 საათს ცხოვრობ რომ ის 2 საათი კარგად ითამაშო ხო მაშინ 2 საათი რა დანარჩენი ჩვეულებრივი ტიპი იყავი რა ამდესაც გინდა ჭამდი რა ცოდი რომ ეს 2 საათი ამ 2 საათს მიუძღვნა მაზიანი ხო მაზიანიც იყო რა მან დაიწყებ უკვე რაღაცეებზე იქ რაღაცა ცხიმი გამისინჯეს რა მოხდა ას მიფათურებენ მეთქი მანამდე სულ წონა იყო დილას უნდა აწონილი ყავი და წნევა გაგესინჯა სულ იძახოდი კომუნისტები ხო არა ვარ კოსმონავტები მეთქი წნევას რა მისდომავენ და წონა და მიდი ატყდებოდა რაღაცა ნუ არას წონა არ მქონდა იდეაში სულ გიოჩხუბობდა ამ წონაზე მაგრამ იმით დაგითვალეს პროცენტები ცხიმის და რო გამოყვა ეს მომადეოს იცივეში სპლიტკები შემოვიდა ახალი რა და ძალიან ციოდა თებერვალში გათმობა არ იყო რაღაცა და რომ შემოვიდა აიწონეთო რა ოთახში შემოდიოდნენ დილას რომ უზმოზე ეგრევე აიწოდა ისე ციოდა რომ ესე ფეხები გამოყვა რომ მომადეო რა ძალიან ციო
გენიალური ამია. ფოტო ფეხბურთელს მოაფიქრდება. არც ერთ სპორტში მე მგონი ეგ არ მოაფიქრდება. ნუ ამაყენებო რა, მომადეო. ფეხის გულებზე ესე რომ გახურდით ოთახებშიო და ვინ რა გახურდეს ოთახებში წარმოიდგინე ისეთი ვარ რა. გათხოვა რატო არისო? რა გათხოვა უნდა ყოფილიყო? უბედურის დრო არის. რომ ჩვენ გერმანიაში ხარ ცხოვრობ. მოიცა საქართველოზე ამბობ. დინამოზე წავედი უცებ აი დინამოზე ყო. კაცო საქართველოში. მაშინ კი. წონა, ნუ ყველაზე ისეთი რამე იყო, რომ აი წონაში ხო არ ახარ. აი დაუცუდად თამაშო, წონაში ხო არ არის. ანუ ცუდად არის, კარგად არის, ტკივ არა, ეგეთი ისიც არის, მუხლი ხო არ ტკივა, კისერი გაგიშეს, არაფერი. სასწორი. სასწორი თუ წონაში არის რაჭის ნეტა რაღაც, აი. მაშინ არავინ აღარ იცის რა შეასაკ. ხა მოსაყოლი ამბები არ არის, თორე ისეთ რამებს მოგიყვები, რომ შეინახე. შაიმ შენ გადაცემაში შეიძლება ისი. ორშაბათობაში. ამ სეზონს მივადგეთ და ცოტა უფრო კონკრეტულადაც გავიხსენოთ. ნუ ერედივიზიე საერთოდ უინტრიგო იყო პრინციპში, ესე ოფიციალურად კი რომ ჩავხედე და გადავთვალე 31 ტურში გაინაღდეთ გრონინგენთან გასვლა. აი ნახე რა გუნდი ყავს, ფეინორდს რა გუნდი ყავს. მაგრები ძალიან. მაგრამ სხვაობა ისეთი იყო მთელი სეზონი. ძალიან იგებდი. მან ვიტესეც კარგად თამაშობდა, უტრეხი არ იყო ცუდი გუნდი. ყველა გასვა ჰერვერენი და ისინი გუნდები ყავდათ, რა ხალხი თამაშობდა, ჩახედე და უბრალოდ ამოაგდე რა PSV-ს გუნდი რა. მე მახსოვს რომ საერთოდ ამ კეჟმანები და ნისტერლოები და ნილისები და ხო და ორი სეზონი და როდაც კაი გუნდი იყო ძალიან. რო ავიღოთ რა, ამ პერიოდში სერია არის ულაპარაკო ტოპი და დანარჩენი ჩემპიონატები რო აიღო დიდი სხვაობა ტოპ 5-ს, თქვა ცოტა სერია A, სხვებზე წინაა, მაგრამ ლა ლიგა, პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, ჰოლანდიის ჩემპიონატი, შოტლანდიის ჩემპიონატი, ბელგიის ჩემპიონატი, არაა დიდი სხვაობები ამ ტურნირებს შორის რა. გუნდების დონე რო აიღო, შესაძლოა ფინანსური შესაძლებლობები რო აიღო, შემადგენლობები რო აიღო. არაა დიდი განსხვავება რა. მე აიქედან იწყება უკვე ნელ-ნელა რომ ინგლისელებს, ესპანელებს, ევროპამ როგორც კი ეს სამუშაო ვიზა გახსნა და აღარ ითვლებოდა, მე უკვე შეგეძლო თავისუფლად და მე ჰოლანდიელი ჩაგეყვა. ანუ ვიღაცამ რო წარმოიდგინოს რომ სიტყვაზე დღეს როგორი სხვაობაც არის პრემიერ ლიგასა და თქვათ ერედივიზიონ შორის, ეგეთი სხვაობა 97 იმიტომ რომ უცხოელად ითვლებოდა ორივე ჰოლანდიელი და დანიელი და ვერ მიყავდა რა. თან ფინანსურადაც არ ხონდათ მაგხელა სხვაობა რა. 97 წელს მანჩესტერ იუნაიტედს რა ფულიც ჰქონდა სიტყვაზე. აიაქსი იმას ნაკლები არ ჰქონდა რა. უბრალოდ რა არ მიდიოდი რა. ხო, რატომ წასულიყავი ქალაქი ჩემი ერთ უკეთესია ამსტერდამი. მანჩესტერზე ჩემპიონატში დიდი სხვაობა არ იყო და გუნდი იყო აიაქსი 97 რო იყო კონკრეტულად მანჩესტერზე დიდი გუნდი არის იმ პერიოდში. იმას ბობი ჩალტონი. მე დავაკამბექეთ. ხო. 99. კი, თორე თასების თასი აქვს მარტო მოგებული მაგ პერიოდში ევრო ტურნირებიდან მანჩესტერში. პერიოდში ხო? ხო, რა 68 წლის არა წარმოიდგინე კანტონები და ოკეი. უკანე კანტონაა. ეხლა ამაზეც მინდოდა მეტი მეთქვა. არც უთამაშია. ამ ერედივიზიეზე ხო? ინტრიგა და ქულები თქვით, მაგრამ სტატისტიკურად შოთის 25 გოლი აქვს. ხო. ერედივიზიონში მარტო და მეორე ადგილზეა ბომბარდირებით. ბერძენმა მახლასმა გაგისწრო. რომელიც რონალდებური არის, ხო, მე გადმოვიდა თქვენთან უკვე 2 წლის მერე და რონალდებური არის მეორე ასისტენტი. ანუ ის ხართ რა თითო მაგაჯობათ, თორე საუკეთესო ფეხბურთელიც ყავთ. საუკეთესო ასისტენტი თუ სწორად მახსოვს იყო ნილისი. ო? ხო, 14% რაღაც ფეხბურთელი. ასევე რაც აი გვაქვს თუ მე კაცშიც გამოვაჩენთ, შოთი მოგვიტანა. აჩის მაისური. ხო, უყურებ ლაშქად ბრედა არის თქო. ხო, ეს არის მაგ სეზონში გაცვლილი მაისური. ფუჯი სტადიონი ძალიან ლამაზ სტადიონი. ეგ ფოტო მახსოვს, თამაში სამწუხაროდ დანახი არ მაქვს, იმიტომ რომ მაშინ ჰოლანდიის ჩემპიონატის თამაშს აიაქსი ბრედას ეს მარტივად ვერ უყურებდი, მაგრამ ფოტო მახსოვს. აი გოლი აქვს აიაქსთან შეგდებული თავით ვანდერსარს არა გაქვთ ეგ გოლი ნახე ორი თორე. კი, ეგ ფორუმზე რო ჯახთა. ფორუმზე რო ეხუმე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო გოლი, რომელიც გამიტანია და იყო საუკეთესო მეკარისთვის, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია, ეს იყო ჩემი ბოლო თამაში ბრედაში. ედვინის ბოლო თამაში აიაქსში. Edwin's last game in Ajax. Thank you Advoca. again. Thank you. ჩემპიონატი არ გაუტანია აიაქსთან მე მგონია რა. ამ სეზონში. ამ სეზონში არა. მე ხო. ამ სეზონში ბაჩი ზოგ გატანილი ფეინორდთანაც და PSV-თანაც. აიაქსთან არ გაუტანია. შენ გაჯობა ესე იგი იმან შეაგდო 34 გოლი, შენ შეაგდე 25. ელებს არ ტყავდა მახლას. ხო. მე სანამ პენალტი მივიდო და 6 კაცი იდგა იქ.
ხო მინდა ლიტმანენს და ლაუდრუფს და დებურს, კიდე ჯერ დებურით დავიწყოთ. დებურს ორივეს. დამარტყევინე. რო გავწევდი მეორე მოდიო. ხო, და ეგ არის რა, ეს ერედივიზია უმარტივესა. თასიც პრინციპში ძალიან ერთი ამოსუნთქვით გაიარეთ, ერთ-ერთი რთული თამაში იყო ბრედასთან. ოღონდ მაგ თამაში აჩსარო თამაშია. გადავამოწმე. 2-1 გაქვთ ბრედასთან მოგებული და დანარჩენი 6-0, 5-0, 10-0 ფინალში მოუგეთ PSV-ს 5-0. ო, მაგრამ ნახე რა PSV-ს მოუგეთ. საოცარი, მაგრამ ეგ არის უცნაური. გოლში შევაგდეთ 4 გამათ უნდა შეეგდოთ. სარი იდგა 1-1-ზე გამოიღო 1-3 ბურთი და მერე შევაგდეთ ჩვენ. 5-0. აი ახლა გადავიდეთ. გაიტანა 3 და შენ შეაგდე 1. 1 პაპანგიდა. UEFA-ს თასზე, რომელიც ამ იმის ძალიან კარგად მახსოვს. ინტრიგის თვალსაზრისით ყველაზე საინტერესოა ამ სეზონის რა. მე თვითონ გითხავ, იმიტომ რომ რაღაცა იქ მარტივი ამბავი. მარიბორი იყო პირველი. მაშინ ის 1-1 პირდაპირ პლეიოფები იყო. 9 შეუგდეთ სახში. და 9-ით 1 მოუგეთ. ამ თამაშში არ არის ეს ზუსტად გოლის ამბავი მარიბორთან. მოკლედ რა ხდება? 97-90. მაგათი დედა. არა, რატო უყურებ ესე არასერიოზულად ამ საკითხს? რა ვქნა რა გავაკეთო? უნდა დაარეკო. მე რომ ნახულობდი ჯერ ამოტივტივდა მეხსიერებაში ისე რომ მახსოვდა ჰეტრიკი, რომ სადღაც ევროტურნირზე დღემდე ვიძახოდი, დღემდე თვითონ ამბობს რომ ოქში ყველა სასამართლოში მისვლელი ვარ. ანუ კადრებიც დღეს სპეციალურად ნახე და ჩანს რომ შენ გაგაგდეს დამიბარონ მივალ მანდ რა. მაგ სასამართლოზე მივალ დამიბარონი. კი, მოწმე. ხო და არა, აშკარად გოლი არის მაკარტის უთვლის, იმიტომ რომ ტრანსფერ მარკზე მაგალითად, ასევე ძალიან ისეთ სანდო წყაროზე და საიტზე ჰეტრიკი წერია და შესაბამისად რო ნახო მაგ სეზონის ბომბარდირებიც პირველ ადგილზე ევროტურნირის ბომბარდირებში შემდეგ ივარში ხარ. წერილი მივაწვის დავაწერილი. მთელი ცხოვრება მეგონა, მთელი ცხოვრება რა, ანუ ბოლო წლები. მეგონა რომ მარტო რამას შენგელია ერთადერთი ქართველი, რომელიც ოდესმე გამხდარა ევროტურნირის ბომბარდი, თასების თასი 92 წელს. ლაძმაკაც. ხო და ეს არ მახსოვდა და თურმე შოთაც არის ბომბარდირი და ოფიციალურად UEFA არ თulis გოლს, რომელიც ნამდვილად შოთას გადაელია. და ამ UEFA-ს თასზე 97-98, ესე იგი აიაქსმა გაიარა მარიბორი, გამარჯვებული ანგარიში. კიდევ ხო გავიმეორე ჰეტრიკი შეასრულა. მაგრამ არ უთვლიან და ჩვენ ამაზე რაღაცას უდინეზე, რომელთანაც სახში 1-0 მოიგო აიაქსმა და მე გასვლაზე წააგო 2-1 ოღონდ ვინ გაიტანა? ვინ გაიტანა? იქიდან შეაგდო ბირხოფმა ორივე? არა, ერთი გაიტანა. ეგ თამაში მახსოვს ამორუსო ნახიმა. ბირხოფი, კაი გუნდი ყავდა, დანიელიდის ყავდათ, კიდე უცხოელები აიქაც ცოტა. იცი ვინ იყო მაგათ მწვრთნელი, მე მილანში მუშაობდა, რაგვარი იყო ის? ზაკერონი. ზაკერონი, ხო. ეგ მახსოვს ეგ გოლი. ანუ ეგ მაგ თამაშს უყურე, ნახდათ მახსოვს ეგ. შენი გოლიც მახსოვს? მანდ გადამწია მარცხნივ, შუაში თამაშობდი, მე ბენი შემოიყვანა და მე გადავედი მარცხნივ. ამის მერე იყო ბოხუმი. ბოხუმსაც სახში შეუგდე იქაც. ორივეგან გოლი გაკატანელი და მერე მოვიდა ეს ბნელეთის გუნდი. სანამ გააგზელებ. მე მინდა პროსტა თქვა რამდენიმე გუნდი, რომელიც ამ სეზონში UEFA-ს თასზე თამაშობდა. მე მიყვარს ძალიან ეს საკითხი. მიდი. ჩემთვის 90-იან წლების UEFA-ს თასი არის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირი. არა, ბოლო-ბოლო ფინალი თქვი და ჩემპიონთა ლიგა, ჩემპიონების გარეშე რა. ის სამი გუნდი თამაშობდა მანდ. იმიტომ რომ ეხლა აქ არის ნახე შალკე, რომელიც მოქმედი გამარჯვებულია, ძალიან ძლიერი გუნდი იყო იმ პერიოდში. შალკესთან გოლი შეგდებული ტრაბზონით UEFA-ზე. ყველასთან გოლია გატანილი. ყველა დროის ბომბარდირებში მე მეხუთე ადგილზე და რეალთან არ მქონდა და სიბერეს შევაგდე. ინტერი, ლაციო, უდინეზე, რომელიც ძალიან მაგარი გუნდი იყო, მართლა, სამპდორია, რომელიც ძალიან მაგარი გუნდი იყო, დეპორტიო, მადრიდის ატლეტიკო, ბილბაოს ატლეტიკი, ატლეტიკო მადრიდთანაც მაქვს მაგარი ის bicycle. მაგრატელა გაქვს ატლეტიკოსთვის. მე არ მახსოვს. რა ეგ არ გეცოდინება ეგ თამაში, ტრაბზონი ატლეტიკო. მე არ მახსოვდა. ყველაზე გადაობა ისაა, რომ ნუ გარდა იმისა, რომ კიდე ბევრი კაი გუნდი არის, ეს არ მახსოვდა მართლა. აი არსენალი, ლივერპული, ესენი კიდე. და ამ გუნდებთან ერთად, ანუ არსენალი, ლივერპული, ინტერი, ლაციო, შალკე, ატლეტიკო, ბილბაოს ატლეტიკი, ნანტი, ბორდო ამათთან ერთად ბორდოდან ოღონდ ერთი წელია ზიდანი აწასული, ანუ ბორდოს ესეთი გუნდი. ამათთან ერთად ამ ეტაპზე UEFA-ს თასის, ანუ პირველ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს ასევე თბილისის დინამო. იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ ლევერკუზენთან რო წავაგეთ. აქ რო 1-0 მოუგეთ. იქ წავაგეთ 6-1.
ლევერკუზენმა იაშკამ გაიტანა იქ და სანამ საფასხო მატჩი გაიმართა ლიუბეკში გადავიდა და აქ აღარ იყო. ხო, ძალიან ძლიერი ტურნირი იყო UEFA-ს დასი და მისი მოგება არანაკლებ პრესტიჟული იყო ვიდრე ჩემპიონთა ლიგის. კი. რომელიც საბოლოო ჯამში რონალდოს და არა მარტო რონალდოს უძლიერესმა მილანის ინტერმა ასევე ძალიან ძლიერ ლაციოს მოუგო ფინალში. ეს ფეხებს ვატარებს რონალდო. ლაციოს თამაშობდნენ მაშინ ვინტერი და ბიჭები. ძალიან მაგარი გუნდი იყო ლაციოზე, ინტერი ძალიან მაგარი გუნდი იყო. ზანეტისაც აქვს. ვერონი მაგრამ ლაციოში. აი ეგაა საინტერესო რომ ესეთი სეზონია. რაღაცა 112 გოლი, 5-0-ები, ბომბარდირი ხარ, ყველა ტურნირზე 37 გოლი შეაგდო შოთი. 7 პასიც გააკეთა. 7 ასისტი მაგ? კი, 44 თამაში გაქვს, 44 გოლი შექმნილი ჯამში. გოლს პლუს პასი. და სპარტაკ მოსკოვი გაგდებთ. კი, ძლიერი გუნდია, მაგრამ აი რატო რა მოხდა იქ ხო არ გახსოვს უშუალოდ თამაშს ამბავი. რა ერთი გოლი შენ შეაგდე ისეთ ერთი გოლი. ახსენე რა, აი ხო ხდება ის სპარტაკის სისტემური იყო. აი რაღაც სხვანაირს თამაშობდა, არ თამაშობდა ისეთ ფეხბურთს, ზუსტად იგივე ფეხბურთი გვეთამაშა. შემტევით და ჩვენ რო რაღაცა გიჟი შეტევა, ბევრ აი უცებ უკნიდან 3-ით რჩებოდით, წინ დავრბოდით. გამოიყენეს მომენტები რა. ეს სპარტაკის ხოთაშორის ძალიან კაი გუნდი იყო. კი, ძლიერი გუნდი იყო. ტიტოვი, ტიხონოვი, იქით უკეთ უფრო ვეთამაშეთ მარჩი გაყინვაში. 1-0 წავაგეთ გასვა, ორივე წავაგეთ. შირკომ შეაგდო იქით. ხო, მაგრამ მომენტები სხვა შორის ჰქონდა სახში. სპარტაკთან ვერ შევაგდე, მე ვერ შევაგდე ერთი, მაგრამ პენალი იყო და 2 თერձე შეეძლო რომ დაედო პენალი და არ დადო. მაგრამ დაგვიჭირეს რა კონტრატაკაზე 3-ჯერ 4-ჯერ კაი მომენტები ჰქონდათ და ნუ არ კაი გუნდი იყო და ნუ აი ხო არის ეგეთი დღეც არის რა. ხა იდეაში ჯამში წესით არ უნდა მოეგოთ ალბათ. ეგ თამაშები ნანახი მაქვს, ხო იცი თქვენი აიაქსის მაგუეფას დასზე გარლუკოვიჩი ნახა მამაჩემა. ერთად უყურებდით მაგას სპარტაკთან და ძედა კლიჩკა. ხო და ეს განინახა ეს ვინ არისო და ეს მეთქი გორლუკოვიჩი ფეხბურთელია. მე მიყვანდა სპარტაკსო ვეთამაშებო. ეს ვერ იჯერებდა ეს ანაედარ ვალიევო ესე უძახოდნენ. დააგდეო. ვალიევო ძედა ვალიევო. რო შეხედავდი ფეხბურთელის გარდა ყველაფერს გავდა ვაფშე. წავიდეთ კატეგორიებზე. ხა ეს არის ჩვენი ბლიც ნაწილი. მოკლედ, პირველი, ეგეც საინტერესო ჩვენ როგორც წესი გვაქვს ხოლმე კონკრეტულ სეზონს რახან ვაკეთებთ, კონკრეტულ სეზონზე ვირჩევთ ხოლმე ამ რაშმორს. მაგრამ მოდი რახან ახლა ეს აიაქსი შოთისთან ერთად უდიდესი ალბათობით მეტჯერ აღარ გვექნება შესაძლებლობა რომ აი რომელიმე სეზონი ესე გავარჩიოთ და შოთის გრაფიკიდან გამომდინარე აქ გვყავს მაქსიმალურად ვისარგებლოთ და მთელი პერიოდი ავიღოთ რა შენი აიაქსური კარიერა. ის 4 წელი 97-2001 ჰოლანდიაში გაატარე და გაიხსენე აი ეგ ჰოლანდიური ფეხბურთი ჯამში ყველათი აიაქსით, მაგარი ფეინორდით, მაგარი პსვ-ით, აი 4 ყველაზე მაგარი მოთამაშე ვინ იყო შენი აზრით, ვის გაიყვანდი? ჯამში? ხო, აი მაგ პერიოდში. როცა შენი თამაშობ. რაუდრუპი ალბათ პირველ რიგში. მიუხედავად იმისა, რომ 1 წელი ითამაშა? მაიკლ რაუდრუკი წარმოუდგენლად. ვერც წარმოვიდგენ, რომ სხვა ვინმე დავასახელო. ერთ-ერთი რაუდრუპი იყო. ნახე დამცველებიც იყვნენ, მე ძალიან დიდები, მაგრამ ხა ესე ალბათ არ უნდა მოახვედრო რა. ალბათ ნისტეროი ჩემი აზრითაც ალბათ, ნუ ის ყველაფრითაც რა. ალბათ თითო ჰოლანდიურ ფეხბურთსაც შეეხება, ევროპულსაც შეეხება, რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი ხარ მახსოვს რომ სადმე წასულიყო და არა ხო ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია თუ საწავიდა. მალაგაში ბოლოს ხო იქაც გოლები იტანე. რაღაც ყველგან მარტო თავაში. ამ პერიოდში არის ნისტელროი 2-ჯერ ბომბარდირი. აი მახლაც ხო გახდა პირველ სეზონში და მეორე შემდეგი ორი ნისტელროია. აქ უკვე დაიქოქა. და მე იყიდა მანჩესტერი. ხო, ძალიან დიდი რობენი აიან რობენი მერე იყო. ხო, მაგრამ როგორ გრონინგემში იყო და გადმოვიდა მერე იმაში, რა ქვია. ხო, მაგრამ აი მაგ წლებში ჰოლანდიაში თამაშობდა, შე როცა იყავ. გრონინგემში თამაშობდა. პატარა რობენი? ო. მახსოვს კარგად კაც. და მეოთხე ნუ ალბათ სარიც ძალიან დიდი იყო რა. მე მაინც თავმდაბალია, თავისთავად არ დააყენა. არა, ჩემ თავს ეხა როგორ დავაყენებ. როგორ და მე აი ხა გეტყვი უყურე. არა, შენ რო დამაყენებ, გამიხარდება, მაგრამ ეხა მე ჩემ თავს ხო, მაგრამ მე ესე კი არ დაგაყენებ შოთია და. ძალიან დიდები არიან, არა. ეხლა ჩესად ხო უნდა ვთქვათ რა, ეხლა რობენი, ნისტეროი, მიქაელ რაუდრუპი და სარი. სარი, ხო. კარგი, მაგარი 4-ეული არას დაუწუნებ. თუ გინდა შენს თქვი და ბოლოს მე შევკრავ.
ბიჭო, ხუთეული რო გეთქვა შეიძლება. არა, ეხლა ხო ძალიან სერიოზული ტიპები არ მithქვია იქ ხალხს. კი, არა, კიდე იმდენი დარჩა რომ იმდენი ფეხბურთელი თამაშობს. მოდი მე უნდა ვახსენეთ, აგერ მე ძალიან მევას მიქაელ ლაუდრუპი ფეხბურთსკვლელობა რო დავიწყე და ეგ ტიპი რო ვნახე. საოცარი ფეხა ზიდანი იყო თქო რა. ოსო მართლა ადამიანები არიციან, მაგრამ ჯერ გუნდები ნახე რა გუნდებში აქ ბარსელონა, რეალ მადრიდი, აიაქსი, იუვენტუსი. თან საიდან მახსოვს იცი მე ლაუდრუპისთვისა რომ ჩემი პირველი შეხება ფეხბურთთან რაც იყო და ტატო ერთ-ერთია შეიძლება აი 2-დან 1 ან 3-დან 1-ია ისტორიულად ვინც ბარსელონიდან წავიდა რეალში და არა ყველას უყვარს აქაც კი ნადათეგრე ეგეთი ტიპი იყო ძალიან არა ტიპის გარდა აიძულეს წასვლა რა არა თან ერთადერთია კიდე ერთ-ერთი არ არის ერთადერთია რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2-ვეს 5-0-ში ანუ წავიდა აქ მოიგო იქიდან წავიდა იქ მოუგო და მაინც სამხელა კი არა ლაუდრუპი ძალიან დიდი იყო და ჩემი პირველი შეხება ფეხბურთთან საერთოდ რაც იყო ბავშვობაში მამაჩემმა რომ ანახა დიეგოზე ფილმი 86-ის ჩემპიონატზე გმირი აი მაგ ფილმში მაგ ჩემპიონატის ვარსკვლავებზე ყურადღება გამახვილებული, რა თქმა უნდა, ბოლოს დიეგო შემოდის უკვე, მაგრამ მანამდე არის აი პრებენ ელკერ, ლარსენზე, ფრანჩესკო ლიზე, რაღაცა მოყოლილია პლატინიზე და მათ შორის იყო ლაუდრუპი, რომელიც პატარაა იმ დროს 86-ში ჯერ პატარაა რა. და დამამახსოვრდა ეს ტიპი გოლი გააგზავნა ძალიან მაგარი, მან ურუგვაისთან მეკარეს რო ატყუებს და კი, კაცო. მეთქი ეს რა მაგარი ტიპია. მოუგეს 6-0 თუ რაღაც. და მაგის მერე მაგ ტიპს რო ნახე, როგორც აი აქტიურად დავიწყე ფეხბურთს ყურება, შეუძლებელი იყო არ მოგწონებოდა მაგის თამაში. სასწაული ფეხბურთელი იყო და შეიძლება ამის პახმელით, მაგრამ ისიც ძალიან კაი იყო. ცოტა სხვანაირი ფეხბურთელი იყო ბევრად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირი ფეხბურთელი იყო, მაინც ძმარახან იყო ბრაიან ლაუდრუპი მევასებოდა ძალიან დიდი იყო. მაგრამ მე რაც მინახია, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ნუ ცოტა სხვანაირი სტილის იყო. ამათან მაინც ძალიან სურათს უნდა უყურო რა. ხო აი მე წავიდნენ მე იმას კრესვე ხა თორე ხალხი წავიდა ისეთ გუნდებში და 20 წელი ითამაშეს მანჩესტერ იუნაიტედებში და ბარსელონებში და იმებში. და არა კიდე შვებიც ვაიყო დებურები ლიტმანენი არ მithქვია ესენი არ მithქვია. ლუკნილისი ხო ნილისები და ისინიც ახლა PSV-ში სულ ყველა წავიდა მანჩესტერ იუნაიტედი ბარსელონა იაპსტამი იყო შენახსენე ყველა ბევრი კაცო ვან ჰოიდონკი იყო ფეინორჩი ხო და ვერ გეტყვით ხო იმდენი ფეხბურთელი იყო მაგარი ამ პერიოდში ნიკო მახლასიც რო აიღო ეხლა 34 გოლით ბომბარდირი გახდა არ არის პატარა ამბავი ნახდათ და მიხედავთ იმისა რომ არ იყო ეხლა მახლას ისეთ ფეხბურთელი რომ ამათთან ინა თუ არა გახსოვდეს რა აი ძალიან ბევრი ინდან 4 კაცი ვერ გამოვარჩა ამ პერიოდის ჰოლანდიის ჩემპიონატიდან 4 ტიპს იმიტომ რომ მარტო აიაქსი რო არა მე მგონი მე ისეთი ყველა ვთქვი იდეაში ერთი PSV-ა ერთი ის არის ესე მაგრამ ნუ ძალიან დიდები იყო ხო არა დებურები მაგალითად არც ერთი ხო მაგრამ ნუ მაინც რობენი ნისტეროი სარი და ძალიან დიდი ფეხბურთელები თქვი მაგრამ იმდენ ბევრი მაგარი ფეხბურთელი იყო კიდე თქო რო ზენია ზიდანიც რო ყოფილიყო და თამაშა ამათაც იტყოდი იმათაც რა ესეთი თემაა რა რა ხან ეს 4 წლიან პერიოდზე გადავაკეთეთ სტატისტიკით გვეცადე რომ რაღაცა თუ რამე შეგეწინააღმდეგება შოთა მიდევა ახლა უყურე ნუ ნისტელროი ხო 4 წელიწადში 90 თამაში ითამაშა 77 გოლი გაიტანა და 22 პასი გააკეთა და ორჯერ გახდა ბომბარდირი ხო საოცრება ჰერენვენი PSV და მე გავი საწყალი იარი ლიტმანენი შემყავს მიუხედავად იმისა რომ 2 წელი ითამაშა გოლს მაგრა აგდებდა წავიდა 22 გოლია აი ამ სეზონში რომელზეც ვლაპარაკობთ 97-98-ში 22 გოლია გატანილი ყველა ტურნირზე და 7 პასი ხო 34 თამაში შენზე 10 თამაში ნაკლები აქვს ნათამაში მერე ნიკოს მახლასით შემყავს იმიტომ რომ ესე იგი ეს სეზონი რა ვიცი საოცრება ვიტესით 34 გოლი გაიტანო მაგარია მერე აიაქსშიც გაიტანა და ჯამში 107 თამაში 78 გოლი 20 პასი და მეოთხე ბოლოს სპეციალურად გამოვყავი ეს კაცი უნდა შევიდეს იქ გადავიდა ტრაბზონსპორიდან ეგრევე შეაგდო 25 გოლი ერედივიზიონში და ჯამში 37 და ჯამში დაგიგროვდა რაც გადავთვალე იმედი არ შემშლია არაფერი 96 თამაში ერედივიზიონზე აქ ლაპარაკი 55 გოლი 10 პასი არა ტრავები ქონდა მე ორი სეზონი ხო მე ეს ცოტა თამაშობდი ძალიან ვერ თამაშობდი ბევრს და მე მგონია რომ შოთის ადგილი იქ უეჭველი მიუხედავად იმისა რომ ვით ჩამოთვალეთ ახლა რა როგორ შეიძლება თქვა რომ
მახლასი არა და დებური იყოსო და არა გედავო მაგაზე და არა მაგასო ძალიან ბევრი უბრალოდ აი სტატისტიკით ეგრე გამოდის PSV Feyenoord-ის გარდა ამ სამის გარდა დანარჩენ რამდენიმე გუნდშიც კიდე იმდენი კარგი ფეხბურთელი იყო რომელიც მერე გადავიდა თქვა ამ სამში ან პირდაპირ წავიდა სადაც პატარებიც მოდიოდნენ მერე ხო ხდები ხა ჰოიდონკმა ერთი თამაშა მაგრამ მაგარი მახსოვდა სხვადასხვა როგორც მახსოვს ამ სეზონში იყო ირიცხებოდა აიაქსში მაგალითად ენდი ვანდერმეიდე ოდი ირიცხებოდა ხო ამოიყვანეს მერე ინტერში წავიდა მერე კი მაგრამ აი ამ სეზონში იყო ვანდერმეიდე და ეგეთი ფეხბურთელი იმდენია მე არ მომწონდა ნოდო რან უტვინო იყო რა აი ჯანზე აწყობილი სისტრაფეცი ყველა ტოჩკიდან ურტყავდა აი ბასი მომეცი რა შემჭამე მეთქს აიდან ურტყავ მაგრამ აი სეზონში 2 გოლს ეგეთ შეაგდებდა რა მაგალითად რა ბახ და ყველა რო ლაპარაკობს და მე სულ რო ურტყავს და მე და ნუ ურტყავ რა იქიდან არ გადის ეს გოლი ერთი მე მგონი აიაქსია გატანილი ერთი რაღაცა მაგარი გოლი ურტყავ არ გადის ეს გოლი 20-0 დაარტყა ენდი აღარ გაჩერდი ენდი ვანდერმეიდე შემდეგი ამ გუნდის ჯინობილი აი სუპერ საბ რასაც ეძახიან ვინ იყო ვინ გამოიყენა მცირე სათამაშოდ რო ყველაზე დანი და დინგორე და მაინც ალბათ ბოლოს მაინც მაგათ აჯობებს ბენი რა ბენი შემოდიოდა აგდებდა გოლს და მერე რო წავიდა აქედან წავიდა და ლიგა მოიგო და ბენი წავიდა და პასუხი აქვს აი golden boy იყო რა აი ყველა ხო ხტები ესე იგი არის ტიპი ელებს ევასებოდა მანდელა ჩამოვიდა ეს წაიყვანეს შესაძლოა 19 წლის არის ამ სეზონში ამ სეზონში გადადის აი ხო პირველი სეზონია 19 წლის არის 25 თამაში ითამაშა ოღონდ ამ 25-დან 22 იყო რომ შემოვიდა შეცვლაზე სამს კამზე იჯდა 10 გოლი შეაგდო და ერთი პასი გააკეთა კი მათ შორის ის გოლი რო ჰეტრიკის შოტა ჰეტრიკზე რო მოაკელიეგა აი არ ვიცი აქ მითვლია თუ 9 უნდა კონდეს სადუყურებ ტრანსფერ მაგაზე თუ უყურებ მაშინ არ იქნება მითვლი და ტრანსფერ მაგაზე კაც პატიოსანი 10-ია ესე ხო და ეგ არის დინგორესაც ეგრეა რა 29 თამაში აქვს ნათამაშები და 17-ია როცა შემოვიდა. ხო და დანიზე მახსოვს ეგ ფეხბურთელი ნიჭიერი ტიპი იყო. ყველგან თამაში კი ძალიან მაგარი. რა დაემართა მე ნახულობდი და არაფერი ცოტა ის იყო რა. 27 წლის ამ დაამთავრა კარიერა. ოხო ისტი იყო რა. ეს ის დანი ხო არ არის მე ზენიტში რო თამაში. არა ამ დაამთავრა 27 წლის ამ. დანი პერ ატლეტიკო მადრიდში იმაში ამაში და ხო ნახე სხვა შორის ის თამაში იყო მადრიდი ხა იყო ამსტერდამში ჩამოსული მე რაღაცა ფილმები რაღაცა კომპანია მაქვს ეხა იცი. ხო ძალიან სიმპათიური ტიპი იყო და მოდელი იყო და რაღაც მაგარი შენ ისტორია გიქნა რაღაცა უმაგრესი მეგეთი ბალალაიკა და მეგეთი დაბმელი არავინ არ მეშინოდა. ხო ნუ ძალიან სიმპათიური ხო და მე გეტყვი ფრაზას ეს ალბათ ამოიჭრება აი რო უნდა გაეკიდო და როგორ უთხარი მეთქი უნდა ჩაიწერო რა ტიპი არა ძალიან სიმპათიური ტიპი იყო ფრანგული პორტუგალიური ესპანური ხო და ჰარი რედნაპს რა აქეცინა თქვენი დიდარი ოჯახიშვილი იყო და იმ ჩუბლები ჩამოდიოდნენ და რამე სხვა რაშავებს და რამე სხვა იმაშოვა და რას არაშავებს წარმოუდგენელი ფეხბურთისთვის არ ეცალა ესე აუცარებს აკეთებდა რა და ჰარი რედნაპის ფრაზა იცი არა მარცხენა რა თქვა იცი მარცხენა ქონდა ფეხი ჯანიანი ძვლიანი გამყრელი რო გეგონებოდა ეს რანაირად შევა იმაში ოფთაძოლაში და იმებში აი წავიდო და ორი ესეთი გოლები აქვს შეგდებული ძალიან გემრიელი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო მართლა ძალიან მაგარი დაუმთავრებია კარიერა ეგ აღარ მახსოვდა ჩათვლი რომ ვისაც უნდა ნახე რამდენი წლის არის თან მათ 27-დან დაამთავრა 20-ის არის და მანამდე ატლეტიკო მადრიდებთან და იმებთან გოლები აქვს შეგდებული ჩემპიონთა ლიგაზე წინა წლებში ნახევარფინალებში და იმებში და მე რო წავიდა ვესტჰემში ხარი რედნაპთან იყო და რედნაპს აკნა თქვა ეგეთ ფრაზა აქვს ისეთი სიმპათიურია თუ ისეთი ლამაზია თუ ისეთი სიმპათიური არ ვიციო ვათამაშო თუ გავჟიმო იდიოტი ეს სეზონი რატო იყო რამ აქცია ეს სეზონი იმათ რადაც შედგა რა ესე წარმატებულად რა იყო გარდამტეხი მომენტი პირველი ჩემთვის იყო თორე შეიძლება მათთვის კი არ ყოფილიყო ესეთი რა სანახაობრივად იყო და დღესაც აღნიშნა აი დღეს ყველა რო აღნიშნავს ო ის სეზონი იმ სეზონს ყველა აღნიშნავს სანახაობრივად იყო ძალიან ისეთი მეორე წელი იყო არენასი ხო ამსტერდამ არენას ხო აი რაღაცა ესეთი აიაქსის YouTube გვერდზე რო შეხვალ ესე დიდად წერია სარეკორდო წელი და სეზონის მიმოხილვა არის ამ სეზონში რა აი ლაღი იყო შოთი არის ეგრე ლაღი იყო ძალიან ისეთი აი თავისუფალი და ჩემთვის იყო უბრალოდ იტრო პირველი ნაბიჯი იყო აქ არ გითვლიდნენ არაფერს ნაკრებში გაიტანდი არ ითვლებოდა ტრაბზონში მაგარი იყავი არ ითვლებოდა წადი აბა სულ მაგას ვიღაცა აი სულ გეძახის აი დღესაც ხო აი დაუშვათ თუ ძალიან არ შეუყვარდათ ვიღაცა ხო აი ავიგე ხო რა უნდა ეხლა იქ თამაშს წადი აბა ძმაკაც იქ ითამაშე
და ეგ აი სულ ეგ დაგზდევს რა, რატო გვაქვს ეგ თვისება არ ვიცი. აი ვიღაცა ხო იძახის რომ ეს გეუნება რომ არ არის ძმაო ეს ირ მაგარია. მერე რა რომ მეორე ლიგაში გოლი გაიტანა, ან მერე რა რომ ფინალი წააგო და ოლიმპიადა რა მაინც მიდი აბა აიღე ვერცხლი. მარა ეხლა ვერცხლი რა. აი კი. სუ ისა შენ გზნობდი მაგას ტრაბზონშიოც აიღავ არა სუ ეგ ხო აი რაღაც სუ არავინ რო აი რაღაცნაირად და იქ არის რომ გაკეთო რომ ვერ დაყავ ხო არა აი ყველა სუ ვიღაცას გაჯიბრებენ სუ ვიღაცას გამოგიყენებენ სუ ვიღაცა იმას თავით მაგრად თამაშობდა ეს იმით თამაშობდა ეს მაგრად გარვი შენზე სტრაფ გავიგე ხო მაგრამ ეგ იყო აი პირველი შეხება იყო ამ რაღაც განსხვავებულ როგორ თქვა რა აი სხვა პლანეტასავით რა აი კოსმოსს რო ვეძახით ხო აი ხო საქართველოს თურქეთის მერე წარმოუდგენე კითხვებითაც ხო არ მეორე გუნდში მიდიხარ ალბათ ვერ ითამაშებს აი ეგრე ამდენი წასულა ამ დროს რამდენი წასულა არავინ არ წასულა 6 გიაგურული ხო არა ამ ხელა კლუბში მაინც არავინ პირველი ვიყავდა ზოგადად წასულაზე მასენდები იყო კეცბა და მერე კალაძე დიდ გუნდში რა ხო კლუბში რომელ ლიგაშიც გინდა ითამ ამ შოობა იუვენტუსი მასში რო წასულიყავი დეშამპი და ისინი თამაშობდნენ მეორე ლიგაში იმის არის ფიორენტინის არის მაგრამ და აი რაღაც აი შენ თვითონ რო უკვე რაღაც აი ოცნებაც ხო უნდა აგისრულდეს რა არ აი ეს შენ კი თვლი ყოფილიყავ რა რაღაც გინდა რომ სხვამაც ხო დაინახოს და მიიღოს ეს შენი ახდენილი ოცნება რომ ეს შესაძლებელია რა და ეგ წელი პირველი შეხებაა რა ამ დონესთან მე მგონია რომ ლაუდრუპის ტრანსფერიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ რა ანუ დანიური ამბავიც იქნებოდა ვისელ კობედან გადმოვიდა ტიპი ანუ თითქოს ბოლოში წავიდა. და თანახე ბოლო სეზონია, მაგრამ ძალიან მაგარი სეზონია აქ ჩავიდა. წავიდა სოფლიოზე და საუკეთესო 11-ში მოხდა იქ მაგარი და გოლები და. ხო და ებესანძე რო პასაკეთებს. ეგ არის რომ შეიკრა ეს აიაქსი უცებ აი ამ რყევების მერე, ანუ იყო წვერვალი ჩემპიონთა ლიგა, მერე ფინალი და მერე დაიშალა ეს გუნდი თითქმის 80% ამ გუნდის წავიდა დებურების სარის გარდა და ახალი გუნდი აეწყო და მე მგონი რომ ის რო ეს სეზონი ესეთად დარჩა ცხადიაშოთის და დანარჩენების ტრანსფერთან ერთად მაინც ლაუდრუპი იყო. კი, ესეთი აი რაც ყველას ათამაშებდა ამათ რა მე მგონი. არა ხო თქვი თავიდანვე რა ისეთი ის ქონდა რა თან მე ხო გეონი მიხელა პატივისცემა ქონდა ყველას მაიკლის. ჩვენ ამხანაგურ თამაში ვითამაშეთ რეალთან მაგ სეზონში. წითელა დამემართა აზე. ხა თბილისში ჩამოვედი და დაემართა რეზის წითელა. და ხო წარმოგიდგენე მაშინ წითელა ნუ აი კაროჩე რა ქიმიაზე მიდიოდი რა. ქიმიას დაგინიშნავდა რა წითელაზე ისეთი ნერვიულობა ატყდა რა. ხო და წითელა და ხო ამას ხო მივდივარ ორ კვირაში იმაში წარმოიდგინე ამსტერდამში შეკრებაზე პირველად. და რეზის აქ წითელა და როგორ გადადის წითელა როგორ გადადის აი ხელს რო აუწევ როგორ ახარო ტელეფონში გადადის წითელა. კაი გადის ერთი კვირა არაფერი ხო დილას იხვიცებ ნახულობ ამიტის ზურგზე ხო არა მაგ გადის ერთი კვირა დამჭე ერთი კვირა წასასვლელი რაცა მერვე დღეს გაიჩი და აჩი დაფოთლილი აჩის თუ აქ ნუ всё ჩათვალე რომ ორჩა რა წარმო არც გეკითხებიან შენ არა მაქვს არაფერი ერთი ის არა მაქვს რა წითელი აი რა გითხრა რა თან მაშინ ნუ აი აცრა მაცრა რამე არაფერი არ ხდება წავედი იქ ერთი კვირა კიდე იქ ვივარჯიშე აუს როდის ამ წავედით ესპანეთში და იქ დაგემართა არა გითხრა წავედით ესპანეთში და რეალთან გვაქვს თამაში და ბიჭო ეს ბეიკერ კისტა არსებობს რა მუხლში და გამობებერა უკან მუხლის ქვეშ რაღაცა ისა რა ეს კისტასავით ესეთი რეალთან მაგ თამაში ხო მეტი ვისთან უნდა კონდეს თამაში აიაქს ხელმოწერილ ტიპს რა იეროები და სერიოზული აქეთ ლაუდრუპი და იქ ზეედორფია რეალში ხო და მეთქი დავმალო
ხოცა მუხსთან რომ გამოგივიდა ხო და რაღაცა კი ეთყობა ვირუსი რო გამომარჩა ყველაზე სუსტი ადგილი იპოვა და მუხლის ქვეშ ეგრევე ის რეაქცია მიცოდა ესე კისტასავით გამებერა და ვატყობ რომ მიშლის რა ხელს რა თან ოლე ტობიასენთან ერთად ვარ ოთახში და სულ ფიქრობ ანუ რა შეიძლება მოყვეს ჩემ წითელას ეპიდემია გუნჩი ხო ნუ აი რომ მე ეხლა ყველას გადავდებ წითელას თუ თამაშებია ისინი და ნუ ხელით რო ანიშნო რომ ეს ვინ არის და ჩამოვიდა აქა და ყველას წითელა აკიდა მე რა ვიცი რომ აცრილია თურმე ყველაში შენი გონკები გაგიქნება მე ჩემი გონკები მაქვს რომ მე ვარ საერთოდ მე ვარ ტერორისტი რა всё მორჩა ჩემი კონტრაქტიც მორჩა ყველაფერიც მორჩა იზოლირებული სადღაც ნუ პირბა აი კაროჩე კოვიდი მაქვს რა კოვიდი გაკორეწოჩი ოღონდ იმენა დასაწყისში ვრეკავ რა სახში რა და ესეც ვერ ვატყობ რა ძალიან დაყრილი არა მაქვს რა და არ ვთქვი რა კაროჩე ოღონდ იმასაც ვფიქრობ რომ არ ვთქვი რომ თან გადავდებ მაგრამ რეალის თამაში ეხა ეს კი ცოტას კი მიშლის მაგრამ სიცხე არა მაქვს ჯერ კიდე რაღაც აი ეს რატო გამაზო ეგ თამაში ხო არა რეალს როგორ მაშინ არა თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ეხა ხო ტელევიზორ თავზე რა გუშინ თამაში არ უყურეთ ალბათ რეალისტას რა და მაშინ ხო გეუბნები მე ჯერ კიდე აიაქსში ვარჯიშობ რა რაღაც 2-3 ამხანაგური თამაში იყო იქ ვიღაც მოლენდამი და წავედით ესპანეთში რეალთან სათამაშოდ და ეს რატო ესე ლაუდრუმზე მახსენდება ეს თელი ისტორია პროსტო მე წითელათი ვარ თუ წითურა თუ რომელიც არის არ ვიცი და მაიქსზე რაც ხდებოდა იქ რა ან იმათიანები ან კლუბი თვითონ ან ეს ტიპები ვინ შედიან გამოდიან ეს რაღაცა კოსტიუმებში ხო იცი აქ თავისი იმეებით რეალ მადრიდ რაღაცა ეს ვიღაცას ბურთი გამოაგდა მიგაელე ყველა როგორ კოცნის როგორ ეფარება ეს გულშემატკივარი ყვირის წივის და მე წითელაჩ და ვითამაშე ეგ თამაში და მეორე დღეს დილას ვერ ავდექი ვერ ვიმასკენი დაყრილი ყველგან ესე აქეთ იქი და ნუ რაღაც შანსიც არ მაქვს და ჩვენებიც ნერვიულობენ რა იმიტომ რომ არ შეიძლება ჯერ ეს ერთი მითხრეს რომ როგორ შეგილია არა გულისთვის იმისის ორგანოები ვირუსი გაქვს ასეთი ძლიერი რაღაცა და თან წადი უთხარი ნუ ექიმი არა და ამრიკო მეუნება რომ ნუ ექიმი არ არისო ის ჯერ ცრელს ნუ ეტყვი ჯერ ექიმს უთხარიო რა ხო და მივედი მკვდარი მეთქი ნუ ალბათ გადამახევენ იმასაც თავზე იმასაც რეზის და აჩის დაიჭერენ იმ თქვენი კომუნისტი და თქვენი საბჭოთა კავშირი. კაიო, რას ნერვიულობ ეს მეუნება პიტერ-ბონი. როგორ რას ნერვიულობ მეთქი ბიჭო, ეს ტობიასენი რა. ნუ აი მაქსიმუმ ეს გადავწიოთო ის ოთახი გამოუცვალო და ორ დღეში უკვე უკეთ იქნებიო რაღაცა და აქ არავის არ გადაეთ ყველა აცრილია. იქ რეალის ცველები ვინც იყვანდა იმათ ხო გადადებდა რო რამე კაროჩე აი ყველას მადრიდი ამსტერდამი წითურას აფეთქება. არ მოიდგინე რა. რა დღე გავატარეს. ამ სეზონით ვინ მოიგო ვისი საფეხბურთო მემკვიდრეობა გაძლიერდა შენი აზრით რა? ფეხბურთის. ფეხბურთო მოიგო. გერმანული ფეხბურთი. ჯერ კიდევ არის გერმანული. ხო. მაგ დროს. და შეკრებაზე ვარ და შტუტგარტი არის ჩვენთან ერთად რა. დილას 6-ზე დგებიან დარბიან, მერე 11-ზე ვარჯიშია, საღამოს ვარჯიში. ბალაკოვი და ბობიჩი რო ყავთ ხო ჯერ კიდე ელბერიც მე მგონი. ჩვენ ერთხელ ვარჯიშობთ. და რო ეთამაშით ამხანაგური 4-0 მოუგეთ. და ბიჭები ხმე არ ვიცნობთ იმათ, მაგრამ ესენი ვიღაც ბლინტი და ვიღაცა ვიცოდი და ან ჩვენ სამჯერ ვარჯიშობთ, თქვენ გიყურებთ ახლა ზმორებზე, რომ ერთხელ ხა ზმორებზე რა ვარია, რომ ერთხელ ვარჯიშობ და სუდრო გაქვთ ზიხართ, გვემოთ კაპუჩინო რამე და 4-0 მაინც თქვენ მოიგეთო, რა სულ ჩვენ ვარჯიშობთ. აი მაინც ჯერ კიდე იმის ძახილშია და იმის პროპაგანდაშია აიაქსი, რომ ფეხბურთი უნდა ითამაშო რა. აი ეგ სულ მოსდევდა მაგ სეზონს. მიუხედავად იმისა, რომ იმის მერე ბევრად უფრო კარგი გუნდები, ბევრად ბევრი ფეხბურთელები წარმატებულები, უფრო მსოფლიოში ცნობილები და ისინი ეს სეზონიც ალბათ უფრო იმიტომ არის აი დღემდე შემორჩენილი, რომ აი ეს სილაღე ხო? სილაღე ფეხბურთის, რასაც ყველამ უნდა უგოლშემატკივროს, მაგ სეზონში
ესე შეიკრა რა. მაგ დიდ ცვლილებების ხანაში და რაღაცა ამ ეპოქაში ამ აიაქსმა შეინარჩუნა ის თავარი საფეხბურთო მუღამი და ხო და მაგ აიაქსში კიდე რო აიღოს ზოგადად რა ფეხბურთმა მოიგო მეკარეც კი იყო ისეთი რომელიც მე ჩემ წარმოდგენაში პირველი მეკარე ფეხბურთში საერთოდ რომელმაც ფეხით და კარგად თამაში დაიწყო იყო ელიმენსო. ჩემთვის ანდერსარი იყო. ხო და მანამ და ოდნავ სტელიმენსო იყო რომელმაც რო უბრუნებდი და არიგერიებდა უბრალოდ. ხო არ უცხავდა და მოდეთ და სარი. მახსოვს რომ იყო ის მე რა უნდა მეკარეო. ეხლა საბაზისო დღესაც არის საბაზისო დაიწყო რეალურად ანდერსარით ეგ. ჩემ იმაში მეხსიერებაში. და ეხლა იქითაც რო აიღო ფრანგდებურია ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ძველი ალბათ და რა ვიცი ხე მაგას რო პასი აქვს ბერკამზე გაკეთებული ეგეთი ბევრს არ ექნება. ცხოვრებაში გაკეთებული ეგეთი პასი და გაიქით ლაუდრუპი ლიტმანენი შოთი ტიჯანი ბაბანგი და ხო ვერ ვიტყვი რომ ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი იყო მსოფლიოში მაგრამ რაკეტა გარბოდა სისტრაფე კონდა წარმოუდგენელი და რა ვიცი სანდეოლის რომელსაც ეს სეზონი ძირითადად პოზიციაზეა გატარებული მიფრინავდა ბაირახტარი ო ოლისე რომელიც ცენტრალურ მცველად არის ამ სეზონში ძირითადად რავი ძალიან თამაშო ამოდიოდა ზემოთ როგორც ისე ხო ნახევარმცველი იყო საყრდენი მით და ანუ ისეთი გუნდი იყო რა შეუძლებელი იყო რომ კაი ფეხბურთი არ ეთამაშა კარგი მწვრთნელის ხელში ხელოვნება და ფეხბურთი დავაკავშიროთ ერთმანეთთან შენ წარმოდგენაში ასოციაციურად როგორი გუნდია როგორი ხასიათი აქვს მე ვიტყვი ბენს ვიტყვი რაც ნახე მე არ მქონდა მოფიქრებული მაგრამ შოთი მე როგორც ილაპარაკა იმაზე ვიტყვი ბენს რა მომივიდა ეხა თავში მომივიდა ნუ იმპროვიზაცია ეს თავისუფლების ამბავი რა რომ თავისუფლება მით უმეტეს აქაური ცოტა შებოჭილობის და რაღაცნაირად დაკომპლექსების მერე რომ ყველაფერი ვაგზავნია და უცებ იქ რომ თავისუფლება გეჩითება ისეთი რომ თურმე შეიძლება რაღაცების კეთება ის კეთებაც ვერ წარმოგედგინა შესაძლებელი იყო გამახსენდა ბავშვობაში ჩემი შოკის მდგომარეობა როდესაც ცხოვრებაში პირველად ნახე კინგ კრიმსონი ეგეთი ძალიან დიდი ბენდი არის ლაივის კი არა რაღაც კლიპივით იყო და აბსოლუტური სიგიჟე ამ თავისუფლების მუსიკოსების რა რომ დრამერი რო ადგა დრამიდან უცებდა რომ მიატოვა ეს დრამი და წავიდა და რაღაც ეძებდა დადიოდა ეს წრეზე და იქ ამასობაში გიტარას რობერტ ფრიპი გიტარაზე უკრავს ოღონდ უკრავს რაღაც გაუგებარ ნოტებს ეს დადის იპოვა რაღაცის ბოთლი აიღო ეს ბოთლი მიკროფონთან მიიტანა სტენა დაიწყო ამ ბოთლში რაღაც მელოდია აწყო მე გადააგდო მე სასტენი გააძრო სასტენში დაიწყო სტენა იმან ბასისმა აიღო ჯოხი და ესე დაიწყო დაკრო და აი ეს იმპროვიზაცია რაღაც მუსიკა შეიკრა საბოლოო ჯამში რაღაც გამოვიდა და მე გავერკვიო რომ კინგ კრიმსონი ხშირად აკეთებდა ეგეთ რაღაცებს ამ იმპროვიზაციის ამბავში რა მაგიტო ამ თავისუფლების გამო მუსიკაში იმპროვიზაციის პირველი მაინც კინგ კრიმსონი გამახსენდა და კინგ კრიმსონს ვიტყვი და ერთ ბენდს დავამატებ უბრალოდ და ერთ სიმღერას იმიტომ ფეხბურთთან ასოცირებულია არის ეგეთი მეტი არც გამიგია ნიდერლანდული ბენდია როკ ბენდია 70-იან წლების ფოკუსი ერქვა და აქვს ძალიან ცნობილი სიმღერა ჰოკუს ფოკუს ჯგუფი არის ფოკუსი და სიმღერა არის ჰოკუს ფოკუს და ეს სიმღერა დარწმუნებული ვარ იოდლებით არის იცის ყველამ ვისაც საფეხბურთო კლიპები რეკლამა აქვს ნანახი იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო რეკლამაშია ნაიკის რეკლამაშია ზუსტად მახსოვს ყველაზე მაგარი რეკლამა მე რაც მინახავს ცხოვრებაში ალბათ სოფლიო ჩემპიონატზე რო არის დროგბა კანავარო და ისინი რონალდინიო და აი ეგრეთ მაგ რეკლამაში ასიმბერაც არა კომპოზიციაც არის ეს არის რა და ჰოლანდიური ჯგუფია ნიდერლანდური ჯგუფი არის მეტი არც ვიცი როგორ ჯგუფი ნიდერლანდური არ გამიგია ეს არ მახსენდება პრინციპში მე რაც უნდა თქვა მუსიკაზე აი რეჟისორზე ეს კუკურუშკა იმასაა გადაღებული ჩეხი არისო მილოშ ფორმანი ხო და ნუ ალბათ მაგასაც იმიტომ აქვს თავისუფლებაზე ეგეთი გადაღებული იმიტომ რომ არა თავისუფალი ქვეყნიდან მოდიოდა რა თორე ეგენი ხო უნდა მოგივიდეს აზრად რა რომ გიჟებში ჩახტე რა ისეთი თავისუფალი ცხოვრების წესი თამაში მიდი არ შეუზღუდავი შემოქმედებითობა ალბათ ხო შემოქმედებითობა ჩვენ ტაროს სულ ყველა გეუნება რომ არ დარბი ხარ არ აკეთებ აი ნახავ აი და უდისციპლინო ხარ შენ სურას რა გჭირთ აი სულ ყველაფერს რომ გიზღუდავს და ისინი გეტყვის რომ სახში რატო უნდა დარჩე ჩემთან წადი სახში დარჩე როგორ მეთქი სახში დარჩე 3 დღე 5 დღე 1 თვე სულ შეკრებაზე ხარ და არაფერი არ შეიძლება ამას შეჭამარში იმას და წავედით სადღაც 4 შაბათს ყველა სვავს ეგ აიაქსში? ხო, ჩვეულებრივი ის არის რა, ოღონდ ისე ვარჯიშობს მერე. რო იმას ანეიტრალებს, ხო?
რომ არ არსებობს ის, არა, იცის რატო აკეთებს და მერე იცის. შენ ხო უკვე არ იცი რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რომ ყველაფერზე გეუნებიან რომ არ შეიძლება, ხო. ერთხელ რა გჭირსო ბლინტი მეკითხება და ძალიან დაღლილი ვარ მეთქი. აი ნახე რამდენი თამაშია, ზამთარია რაღაც, აი ძალიან დაღლილი ვარ რა. უკვე თვალები ალბათ ჩავარნილი და მერე დაისვენეოდო. როგორ დავისვენო მე? დაისვენეო რა უთხარიო მორტენსო რა დაღლილი ხარ. არა მეთქი რა უნდა ხოჭ ეგ როგორ შეიძლება რომ უთხრა? ნუ დაღლილი ხარ. ანუ ესე იგი ხვალ შეიძლება ეგ სისუსტეც ჩაგითვალონ და სხვა წინაც როგორ მე ვეტყვიო და აი ორ შულს გეფიცები თუ იტყვებოდი რა. გაჩერ ძლივ გაჩერდი არ ვთქვა. შემოვიდა მორტენა და წადიო დაიძინეო სახშიო დაისვენეო მართლა თუ დაღლილი ხარ რა გჭირსო. სამშაბათიაო. ხვალ ვარ. წამოვედი სახში მოვიდივარ. ვირუსის არ იყოს პანი მეთქი. აცრილები არიან? თუ რა არის? როგორ შეიძლება რომ დაღლილი იყო და დაისვენო? ასეთ გუნდში, ხო. ლუიმ აი მეორე ფინალი რო წააგეს. ხო. დედა მომიკვდეს თუ იტყვებოდე მეორე ფინალი რო წააგეს პელნებში. ააგეს US-თან. რომ მოვიდნენ თამაშის მერე შაბათს ითამაშეს, კვირას დასვენება იყო და ორშაბათს იყო ვარჯიში. და კვირას თუ შაბათს იყო თამაში. წრეზე რო წავიდნენ, სახეებზე შეხედა, აი ამ მოძრაობაზე შეხედა, მეორე წელს დაარტყა და მოიცადეთ ერთ წავით. რა გჭირთ? ამათან ხო ხდები, ნუ ტრები მთელი სეზონი გასული, ჩემპიონატი ესეთი. ფინალი წაგებული. და სამი დღეო დაისვენეთო. მე ვიტყვი ორ რამეს, ერთი აიაქს მე მგონი ყველა არა აქ ეგ სიმღერა. Three Little Birds, Bob Marley რა, რაღაცაერად. აი, სხვათა შორის რომ საუბრობდი, ბოლოს მინდოდა მანდ მისვლა, რომ აი ასოცირებაც ფორმის მაიკის ამსტერდამის ჰოლანდის ბობ მარლისთან. აი, თავისუფლებაზე, სიმდიდრეზე, შემოქმედებაზე, აი რამხელა თავისუფალი უნდა იყო თქო რა, მინდოდა მეთქო უბრალოდ მე ატომღაც არ ვიცი რაღაცა თქვი და მე იქით გადავიკაჩე. თორე ამ ჩემ წარმოდგენაში ერთ-ერთი კარგად ლაზის ეგ სიმღერა. ქონდა ეგ ისა რა ქვია ბობ მარლის როლი რა თვითონ რა. ხო, ნუ ის არის რა Three Little Birds სტადიონზე, მე იდენტობაში ბრენდის და ყველაფრის ჰიმნია რა და ძალიან უხდება რა ზოგადად ბობ მარლი და ეს სიმღერაც, ამიტომ ბობ მარლი უხდება ახსენდა. და ამ კედელზე ამ აიაქსის გარდა კიდე არის რაღაც ფორმები. Rangers-ი საქართველოს ნაკრები სასაუბრო. ნუ ეს ძალიან ისეთია. ხო, სასაუბრო კიდე ბევრია და ძალიან მიყვარს ეს ჩემი ბოლო თბილისში პირველი შეიძლება ითქვას მაინც ისეთია რა ისტორიულია ჩემი ყველა მეგობარი ჩამოვიდა. ხოდან მაგ გაცილებაზე, ნაკრებზე, Rangers-ზე და თბილისის დინამოზე კიდე ვილაპარაკებთ შემდეგ ორ ეპიზოდში. დღეს მადლობა შოთის, მადლობა ტატოს, ძალიან კაი გამოვიდა. მადლობა დაჩი. და შევხვდებით, როცა შევხვდებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი და აკომენტარეთ, იაქტიურეთ, თქვენი აზრი გითხარით, ჩოთის კითხეთ რაღაცეები, იმიტომ რომ შეიძლება გიპასუხოთ უცებ. გოლი დავაბრუნო თავზე. ხო, და არ ვიცი რაღაცა ვქნათ. Justice for Shoti ესეთი ჰეშტეგი ჩავაზო. მადლობა, დროებით.